ამ გოგონას არ შეუძლია არანაირი ფიზიკური ტკივილის შეგრძნება. ეს შეიძლება ბევრი ადამიანისთვის სუპერ ძალასთან ასოცირდებოდეს, მაგრამ სინამდვილეში არის უიშვიათესი გენეტიკური დაავადება. ამ დაავადებას ჰქვია SIPA და ამ ვიდეოში მის შესახებ მოგიყვებით. წარმოიდგინეთ, ამ დაავადების მქონე ადამიანებს შეუძლიათ ნებისმიერი ქირურგიული ჩარევა ისე ჩაიტარონ, რომ ანესთეზია და გაუტკივარება არ დასჭირდეთ. ეს შეიძლება ერთი შეხედვით აღმაფრთოვანებლად ჟღერდეს, მაგრამ ამ სინდრომის მქონე ადამიანები ყოველდღიურად არიან საფრთხის ქვეშ, რადგან როგორც იცით, ტკივილი არის ჩვენი ორგანიზმისთვის თვითგადარჩენასთან და თავდაცვასთან ასოცირებული შეგრძნება. SIPA-ს დროს კი ის რეცეპტორები, ანუ ნოციცეპტორები, რომელიც ტკივილის აღქმას პერიფერიიდან უზრუნველყოფენ, გენური მიუტაციის შედეგად არასწორად ვითარდებიან და შესაბამისად ფუნქციას კარგავენ. ამასთან ერთად ადამიანებში შეიძლება ტემპერატურის აღქმის დარღვევაც იყოს გამოხატული და ანჰიდროზი, რაც ნიშნავს იმას, რომ პერიფერიულად ადამიანებს არ შეუძლიათ გამოყონ ოფლი. ანუ მარტივად რომ ავხსნათ, აი ეს რეფლექსური რკალი, რასაც ხედავთ ახლა ვიდეოზე, ანუ პერიფერიიდან ცენტრალურ ნერვულ სისტემამდე და თალამუსამდე, რაც ტკივილის შემთხვევაში იკვრება, SIPA-ს შემთხვევაში დასაწყისშივე არ წარმოიქმნება იმპულსი, რომელიც უნდა მივიდეს ცენტრალურ ნერვულ სისტემამდე და ჩვენ აღვიქვათ ტკივილი. ამ დაავადების მხოლოდ 100-მდე შემთხვევაა მსოფლიოში აღწერილი. ყველაზე დიდი პრობლემა ამ შემთხვევაში არის ის, რომ ტრავმის გარდა ბევრი სხვა მწვავე და საშიში დაავადება, რომლის დამახასიათებელი პირველი ნიშანი არის ტკივილი, ამ შემთხვევაში შეიძლება უფრო გვიან აღმოაჩინონ.